როგორ ავრცელებს ქართული ოცნება პროპაგანდას მასთან დაკავშირებული მედია საშუალებებით. ირკვევა, რომ ოცნება ამისთვის აქტიურად იყენებს ონლაინ პლატფორმებს და სულ მცირე 25 საინფორმაციო სააგენტო სასაზრდოებს. ეს სქემა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ იგივე ისფედმა გაშიფრა. და მთავარი ისაა, რომ ეს მედია საშუალებები რეგულარულად ფინანსდება როგორც პირდაპირ ქართული ოცნებიდან, ასევე სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მთავარი წყაროები გამარტივებული შესყიდვებია. ირკვევა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამ სახელმწიფო კონტრაქტების მოცულობამ ონლაინ მედია საშუალებებთან 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ სააგენტოებიდან ქართული ოცნების ყველაზე მეტი დაფინანსება პრაიმ თაიმმა მიიღო. სახელმწიფო ტენდერების 100%-იანი მოგების მაჩვენებელი კი საინფორმაციო სააგენტო News Hub-ის მფლობელ შპს პირველს უფიქსირდება. ამ და სხვა სააგენტოების სარედაქციო პოლიტიკა კი ქართული ოცნების რიტორიკას ზუსტად იმეორებს. ამ სქემის შესახებ დეტალები გაარკვია ნინი ბალანჩივაძემ, ის გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. დიახ, საკმაოდ ვრცელი არის ის ანგარიში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები აქვეყნებს და აქ საუბარი არის მთავარ მიგნებებთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს ქართული ოცნება და როგორ ავრცელებს საკუთარ პროპაგანდისტულ გზავნილებს ამ მედია საშუალებებით. საუბარი არის დაახლოებით 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც ფინანსდებიან როგორც პარტია ქართული ოცნების მხრიდან, ასევე ისინი თანხებს იღებენ ბიუჯეტიდან და რაში მდგომარეობს პრობლემა ორგანიზაციაში დეტალურად განმარტავენ იმას, რომ როდესაც სახელმწიფო შესყიდვებს ეხება საქმე, შესაძლოა აქ პრობლემა არაფერი არ იყოს, მაგრამ მთავარი გამოწვევა ამ სქემაში არის სწორედ მიზნობრიობა, თუ რისთვის გამოიყოფა ბიუჯეტიდან ეს თანხები და სად მიდის მოქალაქეების თანხა. მთავარი და მნიშვნელოვანი კი აქ რაც იკვეთება არის ის, რომ ბიუჯეტიდან თანხები სწორედ გამოყოფილი არის ქართული ოცნების პროპაგანდის გასაძლიერებლად, ვინაიდან ეს 25 ორგანიზაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვეყნებს ისეთ ინფორმაციებს, ახალ ამბებს, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ინტერესებს. მაგალითად, აქ არის დისკრედიტაცია ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით და ასევე ეს ორგანიზაციები ამყარებენ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებს, მათ შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როგორც უკვე გითხარით, საუბარი არის 20-ზე მეტ ორგანიზაციაზე, მათ შორის არის მაგალითად პრაიმ თაიმი, კვირა პლუსი, მარშალ პრესი და ფრონტ ნიუსი. ერთი შეხედვით პრობლემა არ არის, რა თქმა უნდა, ასეთი სერვისების შეძენის, მაგრამ ეს უკვე მედია აღარ არის, როდესაც ის ხდება ფაქტობრივად რუპორი ქართული ოცნების ნარატივების, პროპაგანდის, მათ შორის ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევიან ხოლმე მათი მეშვეობით და ხდება შეცდომაში შეყვანა მკითხველის ამ ონლაინ გამოცემების, თითქოს ეს არის რაღაც ახალი ამბავი, ხო, რა რეალურად არის დაფინანსებული ქართული ოცნების პარტიიდან, მათ ამის უფლება აქვს, რა თქმა უნდა, და ღიადად დეკლარირებული ეს ხარჯები, მაგრამ მთავარი პრობლემა მაშინ არის, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს მედია საშუალებები ასევე ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით, სხვადასხვა უწყებები, განსაკუთრებით გამარტივებულ შესყიდვებს იყენებენ ხოლმე და მათგან ყიდულობენ სერვისებს, რაც იმას გულისხმობს, რომ ფაქტობრივად არის გარკვეული სიმბიოზი ნარატივებში, რა თქმა უნდა, არის მათ შორის ასეთი პოსტებიც, ასეთი შინაარსის გზავნილებიც, რომელიც ეხება სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციას, ანტიევროპულ კამპანიას და ასე შემდეგ. 20-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელიც სართული არის აი ამ სქემაში საკმაოდ ღიად. რაც შეეხება თანხის ოდენობას, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო სწორედ ამ მედია ორგანიზაციებისთვის 2019-2025 წლებში ქართულმა ოცნებამ ისინი დააფინანსა დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე. რაც შეეხება სახელმწიფო კონტრაქტებს, აქ ამ წლების განმავლობაში საუბარი არის 4 მილიონ ლარზე მეტზე, რომელიც გამოიყო სწორედ ბიუჯეტიდან ამ მედია ორგანიზაციების დასაფინანსებლად. არასამთავრობო ორგანიზაციაში კი განმარტავენ, რომ ეს არის ერთი ჯაჭვი და სწორედ ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის, რომ ეს ორგანიზაციები, ონლაინ გამოცემები, სახელმწიფო და ქართული ოცნება ერთდროულად მოქმედებენ სწორედ ამ პროპაგანდის გაძლიერებისთვის.